ამ ვიდეოში ჩვენ ვითამაშებთ Steam Brainrots, მაგრამ უნდა გამოვიცნოთ ბრეინროტები ჩემს გამომწეთან ერთად. მოკლედ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მე ვარ რაზორებალი, ხოლო როგორც გაიგეთ, დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ვითამაშებთ რაღაც ახალს, რაც ბევრმა ქართველმა ალბათ არც იცის. ნუ მე პირადად არ მინახია, რომ ვინმე ქართველი ამდგარიყო და ამნაირი ტიპის ვიდეო გადაიღო, მაგრამ სანამ თამაშის წესს ავხსნი, ჩემი თქმა იქნება, რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ უყველამ და გამოიწევოთ ჩემი ახი, რომ მეტი სიახლეები და მეტი ამნაირი ტიპის კონტენტები შემოგთავაზოთ. თქმა იქნება ასევე მეგობრებო, რომ გადახვიდეთ ჩემ Discord server-ზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. ძალიან მალე ავდივართ მეგობრებო 100 წევრზე ისევ. ძველ სერვერზე 200-ზე ვიყავით და 300-ზე ავდიოდით სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. ამ სერვერზე ძალიან მალე ავალთ 100-ზე და იმედია დამეხმარებით მაგით. გარდა მაგისა მეგობრებო, ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ჩემი ორიცალი Roblox-ის თამაშების ლინკიც, სადაც თუ გადახვალთ და ითამაშებთ ზოგადად ჩემი Roblox-ის თამაშებს, ამითაც დამეხმარებით თქვენ ძალიან დამეხმარებით და წინასა ყველას, ვინც ჩემს სიტყვას გაითვალისწინებს, მინდა გადაუხადო. უღრმესი მადლობა, ძალიან მეხმარებით ყველა ვინც ეგრე იქცევა და იმედია ბევრი იზამს მაგას რა. მოკლედ, ყველაფერი რის თქმას მინდოდა თქვი და მოდი ახლა აგიხსნით აი ამ თამაშის წესებს. თამაშის წესები მიმდინარეობს იმაში, რომ მე ვიღებ random brainrots და ჩემი გამომწერიც, რომელიც დღეს ჩაგვერთვება, ეგეც აიღებს random brainrots, რომელსაც თავის ბაზაში დადგამს. მე რიგრიგობით ერთმანეთს უსმევთ random კითხვებს, მაგალითად, შენი ბრეინროტი ცხოველია, სიკრეტი არის თუ რა არის, იქამდე სანამ ერთი არ გამოიცნობს იმას თუ რა ბრეინროტია. თუ ვერ მიხვდით მეგობრებო, პრობლემა არ არის, ამ ვიდეოს ვტყუეთ ბოლომდე და მიხვდებით მე, მართლა მაგარი გასათობი თამაში არის და რა ვიცი მეგობრებო, მოდი დავიწყოთ. სხვა რაღა დაგვშენია. ოკეი მეგობრებო, ვიწყებთ პირველ ხელს და მე ავიჩიე ნუბინი სანტანინი. თუ იტყვის იმას, რომ შენი ბრეინროტი ნუბინი არისო, მე ვიტყვი არ არის, რადგანაც სანტანინი არის. კაი, ჯერ მე ვკითხავ ჩემ კითხვას. კაი, არის თუ არა შენი ბრეინროტის სიკრეტი? და ვინც ვეხედავთ მეგობრებო, ჩატი მაქვს გასწნილი, სადაც დამიწეს გამომწერი თავის პასუხს. ამიტომ თვალი ადევნეთ რა, მეც უნდა ვადევნო და დეტალები არ უნდა გამოტოვო, რომ უფრო მარტივად გამოვიცნო. ასევე მეგობრებო, მე მგონი დამოვიწყდა მე თქვა, 3 ქულამდე არის თამაში, 3 ქულას პირველი ვინც აიღებს, ის მოიგებს და არაო. კაი. აბა რას ვკითხავს ჩვენი გამომწერი, ჩვენას ვკითხავს. მეც იგივე მკითხა, სიკრეტი არის თუ შენიო და არა. ძალიან შორს არის სიკრეტამდე, ძალიან შორს არის. კაი, ახლა მე ასეთ რაღაცას ვკითხავ. შენი ბრეინროტი თუ ხალიჩაზე სპაუნდება, თუ სპაუნდება, კაი იქნება. თუ არა და მაინც კაი იქნება, მიხვდები საიდან სპაუნდება, ან lucky block-ი იქნება, ან fuse-ი, ან craft-ი, არ ვიცი. არაო? კაი. აბა თვითონაც ვკითხავს. შენი lucky block-იდან სპაუნდებაო? და ჩემი პასუხია არა. fuse-იდან სპაუნდება, მაგრამ მაგას არ დავწერ ჩატში, რადგანაც ის კითხა lucky block-იდან სპაუნდება თუ არაო, ის კი არ მკითხა საიდან სპაუნდებაო. კაი, თუ სიკრეტი არ არის, ამის ბრეინროტი კითხვა მაქვს ასეთი. მისი ბრეინროტი ბრეინროტ გოდ არის მაშინ? ოპა, კიო. შვენიერი მეგობრებო, თითქმის ყველა ბრეინროტ გოდი ვიცი, რადგანაც admin abuse-ზე ბრეინროტ გოდების მეტი არაფერი არ სპაუნდება ხოლმე ჩემ სერვერზე. ეხლა ასეთი რაღაცა მკითხა. შენი მითქი არისო? არა, მაგრამ ნუ ისე რა არის რა. შორს არის, მაგრამ ისე ძალიან შორს არის სიკრეტთან შედარებით. კაი, ასეთი კითხვა მაქვს. თავისი ბრეინროტი რამეზე ზის თუ არა, მაგალითად მანქანა არის ეგ, მოტოციკლეტი თუ ველოსიპედი თუ რამეზე თუ ზის ვაფშე. ოპა! კიო მეგობრებო, შვენიერი არის, უკვე ორი ვარიანტი მაქვს პასუხად რა. ჩემ გამომწეს მეგობრებო, ან ტრაქტორო დინოზავრო ყავს, ან ბულბიტო ტრაქტორიტო თუ რაღაცა რო არის. მაგის მეტი ბრეინროტი არ მინახია, რომელიც რაღაცაზე ზის და ატარებს. კაი, ხო ჯანდაბას ჰოჰოსახურიც, მაგრამ არ მგონია ეხლა ეგ აიღო რა. ამიტომ ეხლა ვარიანტებით უპასუხებ რა. ჯერ ვეტყვი იმას, რომ შენი ბრეინროტი ტრაქტორო დინოზავრო არისო. თუ არ არის ეგ, მაშინ ბულბიტო იქნება, მაგრამ თუ ეგეც არ იქნება, მაგრამ თუ ეგეც არ იქნება, მაშინ დამეხა. შენიო ცხოველი არისო? არა, არ არის ჩემი ცხოველი. საბედნიეროდ. ეხლა მე ვკითხავ, შენი ბრეინროტი ხილი არის? თუ ბოსტნეული. არაო?
კაი, მაინც გავრისკავ. მე მგონი მაბულებს არ ვიცი, მაგრამ მაინც გავრისკავ. ოკეი. შენი ბრეინოტი ტრაქტორო დინოზავრო არის? Oh shit, ვერ გამოვიცანით. ცუდია. ეხლა სხვა რაღაცას ვკითხავ. ამ ძაღლის დედა. მაინც ვიდეოს დავიღებ, მაშინ ატოყებს. კაი. შენი ბრეინოტი ბუბიტო ბანდიტო არის თუ რაც არის? ბამბიტო, ბუბრიტო თუ რა ჯანდაბაცა? თვითონაც იგივე ვკითხა. შენი ბრეინოტი ბამბიტო არისო თუ ბანდიტო თუ რაც არის? არ არის. ჩემი სხვა ისეთი რასაც ვერ წამოიდგენდი. აუ ისე ბოდიშით მეგობრებო, უკან ყეფის ხმა თუ გესმით. გიჟი ვიტყებს ზაღლი გარეთ, აი არ ვიცი, ყოველ ვიდეოში ასე აკეთებს და უკვე ნერვები წამაწყვიტა. დავაი ხა დამიწერე ჩატში რა იყო? რასერო კი? ოპა! 1-0 მეგობრებო, აბა ვნახოთ. ოპა, სწორად გამოვიცანით. კაი, 2 წამის სანამ მეორე რაუნდს დავიწყებთ, გამოვყევი შენ და ნახე. აი მე რა მყავდა ამას შეხედე. ამას შეხედე ბიჭო. დარჩა იქ. გაიყოს მეორე რაუნდზე დაგიუნდებით. ოკეი მეგობრებო, დაგიუნდით ყველას და ამას შეხედეთ. ამ ბრეინოტს გამოვიყენებთ მეორე რაუნდისთვის. აი მიგათიტო მიაუს, რომელიც სიმართლე გითხრათ ძალიან სოყოლობა არის. თუ ეგრე ფიქრობთ მეგობრებო თქვენც აუცილებლად ხომ არის რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ თუ ეგრე ფიქრობთ რა თქმა უნდა. ოკეი, დავიწყოთ. ეხლა მეგობრებო გამოწეს ვკითხავთ ასეთ კითხვას. შენი ბრეინოტი ფიუზიდან მოდის? ძველი, ახალი თუ რაც არის, ყველა ფიუზი ითვლება, ამიტომ მაგას შევეკითხები. არაო. კაი, მის კითხვას დავველოდოთ ეხლა მაინტერესებს მართლა ისე რას კითხავს. შენიო, მოეცა სიკრეტი არისო? კი, სიკრეტი არის. ოჩახ პირველივე ის სწორად გათვალა ამან. კი. მაგრამ შენი ბრეინოტი OG არის? არაო ძმა. კაი, აბა თვითონ მას კითხავს. შენი ხალიჩაზე არისო? ძალიან შევწყვეტი კითხვა მკითხა. იცით რატო? რაღაც ხრივ ეს ბრეინოტი ხალიჩაზე სპაუნდებოდა, მაგრამ თავის დასპაუნდება სემი დასპაუნა 1-2-ჯერ, ამიტომაც ვეტყვი რომ კი არის, მაგრამ სემი ასპაუნებს მაგას მარტო და 2-ჯერ თუ რამდენიმეჯერ დაასპაუნა რა. ბრო, ძალიან ჩამწველი კითხვაა, ეხლა უეჭველი მიხდება რომ ბრეინოტზეც საუბრობ. კაი, თავისი ბრეინოტის სიკრეტი არის თუ არა, ეხლა ეგ მაინტერესებს. არაო, დაგვიწერა. ცუდია. ეხლა გამოცნობა რა მომიწევს, ეხლა რომელი რეიტი იქნება, იქნება სანამ რეიტიც არ გავარტყამ და რთული იქნება ეგ რა ჩემთვის. მეგობრებო, სანამ ვიდეოს გავაგზავნებდეთ, სპონსორი ყავს, რომელზეც უნდა მოგიყვეთ. ანუ ბოლო სპონსორი როდის ყავდა გაიხსენეთ, აბა არც მე არ მახსოვს. ვიდეოს სპონსორი არის Tweet FIFA-ს ქართული World Cup-ის Discord სერვერი, რომლის ლინკიც იქნება ამ ვიდეოს აღწერაში და თხოვნა არის რომ რაც შეიძლება ბევრი გადახვიდეთ, რომ მეტმა ადამიანმა დამასპონსოროს მერე. იმედია ამ სპონსორობით დიდად არ მოგაცდინეთ. ეხლა გავაგზავნებ ვიდეოს და ძალიან გთხოვთ მართლა ყველას რომ გადახვიდეთ რა. ყველას ვის გადახვალთ, გიხდით წინასწარ უღრმეს მადლობას. ეხლა ჩემი გამოწერის ჯერი არის, მე მგონი რომ კითხვა დამისვას და ვნახოთ რამე ჩამჭრეს დამისმევს თუ არა. ოკეი, შენი ცხოველიაო? ბიჭო, დამეხა. კი ცხოველი არის და მე მგონი მიხდება ეხლა ეგრევე და ამ რაუნდს მე მგონი წავაგებთ. მაგრამ ეხლა მეც ვკითხე კითხვა. სიკრეტი ვერ გავარტყი, მაგრამ იქნება და კომონი არის ვაფშე. კომონი არის? კიო? ოპა. ძალიან ცოტა კომონი არსებობს მეგობრებო თამაში. 10 კომონის არ არსებობს და შეიძლება უკვე გავარტყა. კარგით, ეხლა რაც შეიძლება ჩქარა უნდა დავასწროთ ამ გამოწეს, რომ თვითონ ვერ გაარტყას და მე გავარტყა. მაგრამ არის მეგობრებო იმის შანსიც, რომ არასწორად თქვა და ცუდი იქნება ეგ და შეიძლება თვითონ გაარტყას. ამიტომაც ჯერ უნდა დავფიქრდეთ სწორად. აბა რა კომონები არსებობს? ოპა, სიო. გავრისკოთ. არტაგანა არის ჩემი გამოწერის ბრეინოტი, რომელიც აგერ ეკრანზე გამოჩნდება. უეჭველი ეგ იქნება, ვრისკავსიო. გთხოვ ეგ იყავი, რანდომზე ვაკეთებ ეხლა, რადგანაც მართლა ძალიან ცოტა კომონი არის თამაში და აბა ვნახოთ რას დაგვიწერს. კი საიდანო? ოპა, მეგობრებო, გავარტყით.
გავარტყით. აბა გადავხედოთ. ვუიმე, ტორტაგონა ყოლია ამას მართლა. ნახე რა განახო წამოდი. აი მე რა მყავდა. ამას შეხედე. Mi gatito, ay mi gatito, miau, miau, ay mi gatito, miau, miau. აუ ძალიან ბრეინოტი არის ეს აი mi gatito. საყვალობა. მეგობრებო, ერთი ხელის მოგებაც და მე მგონი მოვიგებთ ამ ხელს, მაგრამ არა მგონია ახლა ჩემი გამომწერი ისე წავიდეს რომ ერთი ხულაც არ აიღოს და ვნახოთ აბა რა მოხდება რა. შემდეგ რაუნდში დაგივნებით. დაგივნით მეგობრებო ყველას და ამჯერად გესტი ავიღეთ და ვნახოთ რა დაგვისმევს ჩვენი გამომწერი, რა კითხვას დაგვისმევს. აუ ძალიან მაგარია ეს გესტის ისე მაგარი მოდელი აქვს. შენი სიკრეტი არისო? ბიჭო, სულ როგორ ასმევს? ანუ თითქმის ყველაფერს, აი ყველაფერს არტყამს რა ეს კითხვებით. დამასვა ეგრევე ესეც. კაი, ჩემი სიკრეტი იყო, მაგრამ მისი ბრეინოტი თუ ბრეინოტ გოდი არის, აბა ეგ მაინტერესებს. მიდი ხა მალე დაწერე. არ გამაგიჟო ხა. არაო. კაი, დამისვა კითხვა და შენი რიტუალიდან არისო? ძმა, ყველაფერს როგორ არტყამს? კი, რიტუალით სპაუნდება ეს ჩვენი guest 666. შენი აბა დავფიქრდეთ. შენი ბრეინოტი. კაროჩე, შენი ბრეინოტი ადამიანია? არაო, გვეწევა მე მგონი. კაი, რაზურება. მოგიწევს ახლა რომ შენი უდიდესი ტვინი დაახმარო რომ გაარტყა ხა შენი გამომწერის ბრეინოტი. თორე შანსი არ არის რომ წავაგო, ძალიან ახლოს ხარ გამოჯვებასთან. რას ქვია წავაგო? კაი, აბა დაველოდოთ ახლა მის კითხვას. შენი 1x1x ოიმე რა ახლოს არის, ოიმე. დამეხა წავაგებთ მე მგონი არ არის, მაგრამ ძალიან ახლოს არის. ვის არის ის მეგობრებო, გვინეოს რიტუალით სპაუნდება 1x1x1x, ასევე სპაუნდება ჯონ დოუ, რომლის დასპაუნების შანსიც მე მგონი 7% არის და ყველაზე დაბალი დასპაუნების პროცენტის შანსი აქვს აი ამ ბრეინოტს, guest 666-ის. და ძალიან ახლოს არის რომ გაარტყას და იმედია ეგრე არ მოხდება. აი ძალიან არ მინდა ეხლა რომ გაარტყას. მაგრამ ვინც შევჩინეთ მეც დავუსვი ახლა კითხვა, ლაკი ბლოკიდან არის თუ არა მისი ბრეინოტი და არაო. არაო ბიჭო, მე ვერცეც ვერ ვარტყამ. შენი ლოსაკერი. კაი, ამაში ახლა თლად გაარტყას ვერ ვიტყვი რადგანაც ლოსაკერი რიტუალის ბრეინოტი არ არის. ლოსაკერი იყო დასაკავტი ბრეინოტი, მაგრამ ჰაკერია მაინც და შედის ჰაკერების ჯგუფში. გესტი ჰაკერების ჯგუფში შედის და თან ახლოს არის და თან არა, რადგანაც ლოსაკერი არ არის რიტუალის ბრეინოტი, ანუ შუალედში დგას. მაგრამ მაინც არ მიმართლეს მე მგონი. ჯანდაბა ჩატში კითხეს სიკრეტი არისო და არაო მაგაზეც დამიწერა. მე მგონი მითქი იქნება ეხლა სულ კომონებს ხარ გამოიყენებს. აი ამჯერად ვაფშე ვერ გაარტყა, შუალედში თუ იყო ეხლა ვაფშე ვეღარ გაარტყა, რადგანაც ლოს მატეო არისო დამიწერა და არ არის. ეხლა მე ვკითხავ, შენი ბრეინოტი ხალიჩაზე ჩდება? არაო. ძალიან ცუდად მიდივართ მეგობრებო. ჯერჯერობით ყველა კითხვაზე არაო პასუხობს და ეგ ცუდი ნიშანია, რადგანაც ვერ გავარტყამთ ეხლა ბრეინოტს და იმედია რამე ისეთი კითხვა იქნება, რასაც გავარტყამთ. მაგრამ სანამ მაგ კითხვას დავსვამთ, ეხლა თვითონ უნდა დაგუსვას კითხვა. შენი 666 კაი, დაიცა. აბა ერთი მანახე, ესეთი რა ბრეინოტი ყავდა რომ ვერ მე кайფები? აუ ბიჭო რა გააკეთა ეხლა დავწვი. იგივე ბრეინოტი გააჩინა რომ ეჭვი მაგაზე არ მქონოდა. ვაიმე! ეგრე აღარ ქნა. კრძალა მაქსებს ძიო არ მაინტერესებს. ეხლა ჩაგეთვალა ამჯერად. ისა რა ქვია იმას 2-1 არის ამ მომენტში, მაგრამ ეგრე აღარ ქნავს სიო. მე ჯერ აღარ ქნა, თორემ წააგებ ეგრევე ავტომატურად. ხადაოთ ბიჭო ტიმა რა გააკეთა? საღოლი მენა. კაი, ეხლა მეორე რაუნდი დაიწყება და დაგეუნებით მაშინ. მეორე რა, ეხლა არის პრინციპში მეოთხე რაუნდი. დაგეუნით მეგობრებო და ამ რაუნდში ვიყენებ money mens. არ მგონია გამოიცნოს, მაგრამ ეხლა მე ვიწყებ კითხვით. კაროჩე, ჩემი კითხვა არის, შენი ბრეინოტი არის თუ არა ცხოველი? კიო? რაღაც ძალიან გვეწევა ეს გამომწერი და შეიძლება მოვუგოთ. ამ რაუნდში თუ მოვუგეთ, დამთავრებულია რა. თელი ხელი მე მაქვს მოგებული.
იმედია ეგრე იქნება და არ დაგვეწევა. შენი მანქანა არისო. მეგონი ახლა შემოbrunდა ყველაფერი, მე ვატყამ ბრეინოტებს და ის ვეღარ ატყამს. არა, ძალიან შორს არის. კაი, ჩემი კითხვა არის ასეთი. შენი ბრეინოტი თუ ცხოველი არის, ეგ ცხოველი შინაური არის თუ გარეული? ძალიან მაგარი კითხვა არის, შეიძლება გავარტყა მაგით. კი. რა კი, შინაური არის თუ გარეული მერქი? კი რა შუაშია ძმა. შენი ცხოველი. კი რა და შენი ბრეინოტი შინაური არის თუ გარეული? კი. კი შინაური არისო. თული ყოფი რა? კი. უიწერანზე ვიჩოჩი კიდევ ასეთი რაღაცა ვკითხავ რომ შენი ბრეინოტი ფიუზენ არის თუ არაო და არ არის. ჩემი ბრეინოტი არის ბრეინოტ დილეისგან და კიდევ ერთი რაღაცა დამავიწყო. სტოკერი თუ რაღაცა რო იყო, მანდაც იყო ეს ბრეინოტი. ახლა მეგობრებო, მე მაქვს ჩემ გამოწეთან შეკითხვა. შენი ბრეინოტი ისევ კომუნი არის? კიო. კიო? ვაიმე, ახლა თუ ისევ ის კუგაიჩითა, მაგრამ არა, ჯერ არ გავრისკავ. ანდას ჯანდაბას ვკითხოთ. კიდევ ეგ კუ არის თუ არა შენი ბრეინოტი? მოიცა მეგობრებო, მეც კითხა რაღაც. ჯერ მაგას პასუხოთ და მე თვითონ მიპასუხოს. შენი ბრეინოტი კრაფტიდან არისო? რაღაც ხრივ არის, მაგრამ მაგას კრაფტს არ დაუძახებდი, უფრო დილერი არის რა. დილერიდან იყო. აი ჯანდაბას. კუ მეგობრებო არ აღმოჩენილა, რა ქვია იმას. ისევ კუ არ აღმოჩენილა რა, ეგრე უნდა მეთქვა. აბა ნახოთ სხვა რა არის, იმიტომ რომ ძალიან ცოტა კომუნები არის და იმედია გამოვიცნობ. მოდი, ჯერ გავიგოთ იმისი ბრეინოტი ფიუზიდან იყო თუ არა, ან კრაფტიდან და ასეთი რაღაც ვკითხოთ. შენი ბრეინოტი ხალიჩაზე ჩდება თუ არა? არა, მაგრამ ერთხელო. რა არის მეგობრებო, ეგეთი ბრეინოტი არც მახსოვს ისე. კომუნი, რომელიც ერთხელ გაჩნდა ხალიჩაზე? რა არის ეგეთი? ოკეი, მეკითხება ეხლა და ნახოთ რა შემეკითხება, ეხლა მისჯერია. შენი გოდი არისო? ჩამიტყავსიო. შეიძლება გამოიცნოს, მაგრამ მე უფრო მეტი ის მაქვს რა. ინფორმაცია. მაგრამ კი, ჩემი ბრეინოტი არის ბრეინოტ გოდი. მაგრამ ეხლა ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს. მისი ბრეინოტი რამე ხილთან ან ბოსტნეულთან გარეული არის? მაგალითად, ეხლა ტორტუგინი როგორც ცით რაღაც დრაგონფრუტინი რო არის რაღაცა, მაგასთან არის გარეული, რომელიც ხილი არის. აფლინო კიდევ, სტრაუბერიტა და რაღაცეები. ნუ ხილი და ბოსტნეული თაქო არ არის თვითონ საჭმელი, მაგრამ ეგ საჭმელი გარეული არის კიდევ იმ ბრეინოტთან, რომელიც მე არ მევასება. შიხუნინი, თაქონინი, მაგასთან არის გარეული. და არაო. რა არის ისე? ერთი კომუნი არის, რომელიც ერთხელ დასპავნდა ხალიჩაზე. და ხილთან არის გარეული, ცხოველი არის და შინაური. კაი, და ისე მკითხეს რაღაც. შენიო ადამიანის სხეულით არისო? კი, ადამიანის სხეულით არის. თავი აქვს, ხელები აქვს, ტანი აქვს, ფეხი აქვს და ორი ხელი აქვს და ორი ფეხი. აი, 10 თავი არ აქვს. ადამიანის სხეულია, ხო? მე მგონი, ბევრი არ არის ეს ბრეინოტ გოდები ადამიანის სხეულით და მე მგონი ჩამიტყა მანდ. არ ვიცი. ბლუბეინი აქვანინი თუ ვიღაცა კოსმოსი რო არის, ან კოსმონავტი შემეშალა და მედუზა არის თან, ეგეც ადამიანის სხეულით არის. და ბევრი არ ვიცი ისეთი ბრეინოტი, რომელსაც ადამიანის სხეული აქვს და მეც ვკითხე ახლა, შენი ბრეინოტი ფიუზენ არისო და არა. ფიუზენ არ არის და ხალიჩაზე ერთხელ დასპავნდა. რა არის ეგეთი? თან მახსენება, თან არა. წესიად ვერ ვიხსენებ, რაღაც მართლა იყო მე მგონი ეგრე. ერთხელ დასპავნდა ხალიჩაზე. შენიო კაპუჩინა სინორიტა არისო? არსებობს ეგეთი ბრეინოტი? არ ვიცი ისე. რა კაპუჩინა სინორიტა? არ არის. შენი კრაფტიდან არის თუ არა? აბა ეგ დამიწერე. მალე. არაო? რა არის ბიჭო ეგეთი? გამოვშტერდები ახლა ეგეთი რა არის? ანუ რაკუნის ფიქროდი ჯანდელინი რო არის, მაგრამ ეგ კრაფტში იყო ერთხელ დაამატა სემი, 4 ნუბინი გინდოდა რომ დაგეკრაფტა ის და გაუფუჭდა მაგის გამო ვალუე რაკუნი ჯანდელინის. მაგრამ სხვა რომელი კომუნია, რომელიც ერთხელ დასპავნდა, არც ვიუში არ იყო, არც კრაფტში არ იყო. მომკალი და ვერ ვიხსენებ. კაი, დაიცა შენი მანი. ვაუ, გამოიცნო. მართლა მანი არის და ანგარიში გახდა 2-2. დამეწია, აბა ვნახოთ ამასა. რო კითხო კრაფტში არ არის, ხო? მაგრამ ერთხელ იყო კრაფტში დამატებული, მაგრამ მე რო დეტალურად ყვები ყველაფერს, ეს არ ლაპარაკობს და მაგით იგებს.
ხო და მეც იგივეს ვიზამ, ეხლა ბოლო ხელი დარჩა, გადამწყვეტი არის და რა ვიცი, ვინც მოიგებს. ამ ხელში მეგობრებო, დეტალურად ვაფშე აღარ ვილაპარაკებ. რასაც ვიზამ მეგობრებო არის ის, რომ მე სამისავით პატარა ინფორმაციას მივცემ, სულ პატარა ინფორმაციას მივცემ და შენ რომ მოიგო, არ ვიცი. ნახოთ, აბა რა იქნება შემდეგი ხელი. დაგეუნით მეგობრებო ყველას და აგერ მეგობრებო დავდგით ეს იქნება ჩვენი ბრილიანტი, რომელსაც ბოლო რაუნდში გამოვიყენებთ. ფიქრობ Lucky Vlog-ზე თუ წავიდა ლაპარაკი შეიძლება გამოიცნოს. მაგას ვფიქრობ უკვე 100-იანი. მაგრამ მეგობრებო, თუ თქვენ აქამდე მოაღწიეთ და ვიდეოს აქამდე უყურეთ, ჩემი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწვიოთ ჩემი არხი და გააქტივოთ ეს ლაიკი, რომ აღარ გამოჩნდეს გავის ტიპის ვიდეოები და დამიწერეთ კომენტარებში თქვენი საყვარელი ბრეინოტები თუ აქამდე მოხველით. ეგ ყველაფერი კი იმიტომ ჭირდება რომ მინდა გავიგო თუ ვინ უყურებს ჩემს ვიდეოებს ბოლომდე და მაგით გავიგებ ეხლა, იმიტომ რომ დასწრში ეგ არ მიკითხავს და ეხლა დაწეროთ მივხვდები თუ რამდენი უყურებს ამ ვიდეოს ბოლომდე. ამიტომ თქონა ის რომ ქნათ ეგრე. კარგით მეგობრებო, მორჩა ჩემი გამომწერი უკვე თავის ბრეინოტის დადგმას და ასეთი საინტერესო კითხვა მაქვს. თუ იცის რომელ სეზონზე დაემატა მისი ბრეინოტი? ანუ ზოგიერთი ბრეინოტი ემატება Blue Rot-ის სეზონზე, ზოგიერთი Candy-ის სეზონზე ემატება, ზოგი რადიოაქტიურზე. თუ გავიგებ თავის პასუხს, მარტივი იქნება ჩემთვის უფრო, რადგანაც ძალიან ბევრი ბრეინოტები იქნება ჩემს არხში გამორიცხული რა. ხო და რა ვიცი, დაწეს ახლა პასუხს და დაგიმუნებით. არა, არ იცის. აი, ცუდი არის, მაგრამ ნახოთ აბა ეხლა რას ვკითხავს ჩვენ. შენი სიკრეტი არისო? კი. მაგრამ პანიკა არ არის საჭირო, რადგანაც კაი ამბავი მაქვს. 200-ზე მეტი სიკრეტი არის თამაში. მინდა გამოიცანი აბა. ახლა როგორც ყოველთვის მე ვკითხავ. შენი ბრეინოტის რეიტინგი მითხარი. ეხლა იმას კი არ ვეკითხები, სიკრეტი არის თუ ბრეინოტ გოლი თუ რა არის. პირდაპირ მითხარი რა არის მის ბრეინოტის რეიტინგი, რომელიც ძალიან მარტივი კითხვა არის. გამოცნობასგან თავს ავიდებთ და იმედია ეგრევე გვიყვის პასუხს და უფრო გაგვიმარტივდება. მეგონა რომ ეგ მეთოდი ძალიან მაგარი იქნებოდა და გაჭირდა, მაგრამ არასწორი აღმოჩნდი. ვერაფერი ვერ გავაგებინე, ანუ ვერაფერი. ხო და გადავწყვიტე რომ გავუმეტოვებინა და ეხლა თვითონ კითხავს რა კითხვებს. იმედია არ ჩავიჭრებ. ოკეი, დაწერა ცოტში. შენი Lucky Block-იდან ამოდისო? კი, ამოდის ისე, სიმართლე ვკითხრა. ამან ორჯერ ჩავჭრა, მესვაპირებდი ჩაჭრას, მაგრამ ისე გააკეთა რომ ვერ ჩავჭერი ვაფშე და პასუხი ვერ გავიგე ვაფშე მაგის წითხვიდან. კი არა და პასუხიდან. იმედია მოვიგებთ რა ამ ხელს, გადამწყვეტი არის და თუ წავაგეთ და თუ მოვიგეთ ვაფშე თეიხეს ვიგებთ ანუ. კაი, აბა კიდევ შევეცდები რომ რაღაც ჩამოჭრელი კითხვა ვკითხოთ. შენი ბრეინოტი საიდან მოიპოვება? ანუ ხალიჩიდან მოიპოვება, კრაფტიდან თუ ფიუზიდან? ეგ დამიწერე აბა. ეს ჩამოჭრელი კითხვა, რადგანაც მარტო იმას კითხულობ ხოლმე რომ ლაქიდან მოიპოვება? სანსაკრეტ კითხულობ რა ანუ. და მაგით გამოცნობანას თამაში მიწევს, მაგრამ ამ კითხვით ეხლა ამ ყველაფერს თავს ავაცილებთ. მივიღეთ პასუხი მეგობრებო, სემი თუ არ დასპაუნაო, ისევ ვერავიღებთო. ეს არის მეგობრებო, მე მგონი მიკატიტოსავით რა, საინტერესოა. ველოდებით, აბა რას კითხა? ოპა, შენი ბრეინოტი თაქოდან ამოდისო? კი, თაქოდან ამოდის. და ძალიან ახლოს მიდის ეს და მე ვაფშე ვერსად ვერ მივდივარ, ძალიან უცნაური არის რა. ვერ მივდივარ ვერსად. მაგრამ ეხლა შემიჯეია კითხვის და მოდი ასეთი რაღაც ვკითხოთ. მისი ბრეინოტი ცხოველია თუ არა? დამიწერე აბა შენი ბრეინოტი ცხოველია თუ არა? არაო. აბა გადავხედოთ ბრეინოტებს. და ვნახოთ რამე ვივარაუდოთ რა აქიდან. შენი ლოსბუიტო არისო? არა, არ არის მეგობარო. აი, თუ ცხოველი არის, ასეთ რამეს ვკითხავ. შენი ბრეინოტი რა არსება არის? ადამიანია, ხილია, ნივთია, ცხოველია თუ რა არის ვაფშე? ეგ დამიწერე. სპილოაო? ოპა, როგორც ვიცი მეგობრებო, თამაში არის 3 სპილო. კოკოფანტო არის, ელეფანტო, ფრიგო და არა, პრინციპში 4 არის. კიდევ არის სტრობერი ელეფანტი და სპაიდერ ელეფანტი. აი მაგ 4-დან მეგობრებო რომელიღაცა იქნება. და დაიცა რა დაწერა? ეშვი აქვს.
ჰელოვინის რომელიღაცა ელეფანტი იქნება, არ ვიცი, რომელიღაც უცნობი ბრეინოტი აქვს, რაც მე არ ვიცი და არ ვიცი რა, დაბნეული ვარ მართლა. რომელ ელეფანტს აქვს მეგობრებო Steve Brainot-ში ეშვი? ეშვი ხალხო. ოკეი მეგობრებო, კითხა გამომწერმა თავისი კითხვა. შენი ბრეინოტიო იშვიათი არისო? კი, თან ძალიან, აი, რამდენი ლოსლაკი ბროხი გავხსენი და ერთი არ დამიგდია. შენს თუ ეგრე არის ხა მაგას ვკითხავ. კიო მეგობრებო. კარგით. Brainot გოდის ვარიანტი გამოირიცხა, რადგანაც ეგ ყველაზე ბანძი Brainot გოდი არის გოგო ფანტო. ან ელეფანტო ფრიგო იქნება, ან strawberry elephant-ი, ან იქნება spider elephant-ი. მაგრამ მოდი გავრისკოთ strawberry elephant-ზე და ვკითხოთ ეგ იქნება თუ არა, რადგანაც იშვიათი არისო და სემიას პოვნებს ხოლმე strawberry elephant-ებს. და ჩაჩი დამიწერა ცეთი რაღაცა რომ შენი ვიცი, მაგრამ სახელი არ მახსოვსო. ძალიან კაი თუ არ გახსოვს, ანუ სახელი თუ არ დაწერა, ან რამე მინიშნება, ფაქტობრივად წააგო მაინც. შენი Brainot-ი ფრიგო ელეფანტი არის? აბა კითხოთ ეგ თუ გავრისკოთ თუ არა, თუ spider-ი ვკითხოთ. რა დაწერა? აი ისა უკარაჩა და ჩონჩხი როაო. დამასწრო ხალხო. აუ კი ეგ არის და წავაგეთ. ეგ არის და წავაგეთ თქვა თავის პასუხი. მისა. არა დამასწრო. აუ რას ველოდებოდი გამერისყა ბიჭო რატო არ გავრისკე ვაიმე. აუ არ ვიცი რატო არ ვქენი ძალიან დებილი ვარ მაგრამ მოკლედ მეგობრებო წავაგეთ. დღეისათვის ეს იყო. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, შემითხოვნა იქნება რომ ადგეთ და დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწვიოთ ჩემი არხი და გააქტივოთ საერთგლაკი რომ აღარ გამოჩნდეს გავს ტიპის ვიდეოები. ასევე თხოვნა იქნება რომ გადახვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომელიც ახალი სერვერია, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძველი სერვერი წამეშალა, დამინუკეს, აღარ არსებობს და იმედია ახალი მოიხოდება რა და იმედია რაც შეიძლება მალე ავალთ 100 მემბერზე, რადგანაც წინაზე 200 მემბერზე ვიყავით სამწუხაროდ. ასევე აღწერაში იქნება ჩემი სპონსორის Discord სერვერის ლინკიც, მანდაც აუცილებლად თხოვნა ის რომ ყველა გადახვიდეთ, რომ მეტმა ადამიანმა დამასპონსოროს. თქვენთან იყო მეგობრებო ზოლდრებალი. ასევე აღწერაში იქნება ჩემი 2 ცალი Roblox-ის თამაშების ლინკიც, მანდაც უკადახვათ უღრმესი მადლობა პირადად ჩემგან და რა ვიცი მეგობრებო, თქვენთან იყო ზოლდრებალი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბაი!